გამარჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები გამარჯობა რასაკეთებთ აქ ჩვენ ფილმს ვუყურებდით მაგრამ ვეღარ ვუყურებთ რატომ კინო დასასრულს მიუახლოვდა არა დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა ოი ჩემი საყვარელი კუდი კარგად ვუყურეთ ფილმს იცით რაკ შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით დიახ დიდი და ძალიან მძიმე და კიდევ საშინლად მოუქნელი მაბადიეთ არ მინდოდა ძალიან დიდი მძიმე და მოუქნელი ვარ ყველას ხელს გიშლით გამარჯობა ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ რა თქმა უნდა რა თქმა უნდა გვინდა ტრაკ რა იყო შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად არ მინდა ხელი შეგიშალოთ აჯობებს აქ მარტო დავრჩე ხელს არ შეგვიშლი მაგრამ თუ ფიქრობ რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს მაშინ დარჩი წავალ ტყეში გავისეირნებ იქ არავის არ შევუშლი ხელს სად მოვედი აქ არასდროს არ ყოფილ ვარ ეს რა არის ეს კედელი იმიტომ აღმართეს რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ ახლოდან უნდა ვნახო არაფერი არ ისმის კარგი კედელია ეს სუდია მაგრამ არ აუშავს ახლა მე აღარ წვეთავს ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ საოცარია არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა ეს ავარია ტურბოზავრებო წინ შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს შეხედეთ ალბათ სიბნელის ეშინია ეს კი ნახეთ ტრაკს გავს ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება მოდი დავურეკოთ კარგი იდეაა ტრაკ მიღება ყველაფერი გასაგებია ტრაკი შხაპს იღებს ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება კამერას ვრთავთ დამბაზე ავარია მოხდა კედელი თუ ვერ გაუძლებს წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს შეხედეთ იქ ტრაკის ფეხები დგას თვითონ სად არის
იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყოვნება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი. ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? ტურბოზავრები. ზაღლი დინოზავრის მეგობარია. ვაშა, ზოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ. თამაში ჯერ არ დასრულებულა. ბურთი სად არის? გაფრინდა. და ვინ წავა მის მოსაძებნად? მეკარეს უფლება არ აქვს კარი მიატოვოს. მე მოვიდან თქვენს ბურთს. გამარჯობა, შენ ვინ ხარ? ტაბიკ, ჩემთან? აქეთ ადამიანი მოდის, თანაც მარტო არ არის. ტურბოზავრებო, დაიმალეთ. გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. მანქანები ტყეში უცნაურია. თქვენ აქ რას აკეთებთ? კაჭას ფეხბურთის თამაშს ვასწავლი. ტაბიკ, ჩემთან მოდი. აქ მაინც არაფერი ხდება საინტერესო. ტაბიკ, რატომ ხედ? წამოდი, სახლში წავიდეთ. დღეს ვეტერინართანაც უნდა წავიდეთ. ორჯა, წავიდნენ. რა მოგივიდა, ანკი? შენ რა ვერ დაინახე რომ ტობიკს დო მოეწონა? რატომ გაგიკვირდოთ? ბოლოს და ბოლოს ჩვენ შორის ყველაზე ლამაზი მე ვარ. მოიცადე. მე დაგავიწყდით? კარგად შემომხედეთ. ფრთები მაქვს, ბიცეპსები. უკვე იყავით ვეტერინართან? ტობიკი სად არის? გაიქცა. როგორ? ქალაქში მოტოციკლს გაეკიდა და დაიკარგა. ვეძებდი, ვეძახდი, მაგრამ არ დაბრუნებულა. უნდა ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ეჭვიც არ შეგეპაროთ. რამის თქმა გინდა თორ? ქალაქში ბევრი ქუჩაა. ფიქრობ ტობიკი რომ ვიპოვოთ, უნდა გავიყოთ. მართალი ხარ. ტურბოზავრებო წინ!
ტობიკი ვერ ვიპოვეთ. ის ხომ დაიღუპება. ტობიკი ძალიან პატარაა. ქალაქი კი უზარმაზარია. გესმით? სადღაც ქვევითა ალბათ ჭაში ჩავარდა. ული და ტორი, მიწა გათხარეთ. ანკი, შენ მილისაწევა მოგიწევს. ტრაკ, ტობიკი ფრთხილად უნდა მოიყვანო. შენ კი, დო, მიანათე რომ მეტი სინათლე იყოს. ტურბოზავრებო, წინ! ყველა საქმეს აკეთებს მე კი არავის გავხსენები ვარ. იქნებ მეც მინდა ბრძანებების გაცემა. უფრო სწორად. ფრთხილად. აი ასე. ყურადღება? ისტორიული კადრი. ზაღლი დინოზავრის მეგობარია. ესე იგი, ბორისი და ფედია ისევ გაბრაზებენ? ო, დაიდანო რამ რობოტი უყიდა და გამუდმებით ტრაბახობენ. ამაგარია, 21 საუკუნე. ო, მართლა ძალიან მაგარია. თქვენც რომ მქონოდათ ასეთი ერთად ვითამაშებდით, მაგრამ ვფიქრობ თანამედროვე ტექნოლოგიებში ვერ გაერკვევით. ძალიან ულამაზო საქციელია, ეს მეგობრობა არ არის. ო, ერთი იდეა მაქვს, ტრაკ. შეიძლება გთხოვო რომ მიხვდი არა? ჰა, ტურბოზავრებო, წინ. მე რობოტი ვარ, ტრაკი მქვია. რა ნიჭიერი ყოფილხარ? მეშინია. ნუ გეშინია, საშიში არ არის. მე რობოტი ვარ, ტრაკი მქვია. რა, ის ლაპარაკობს. ბუნებრივია, უკანასკნელი მოდელია, ყველაზე თანამედროვე. ბებიამ გვაჩუქა. კარგი საქციელისთვის. ბევრი რამ შეუძლია. აი შეხედეთ. ცეკვაც იცის. ძალიან მაგარია. პარჭიშებიც იცის. ყველაფრის აწევა შეუძლია. თუ გინდა შენც აქცევს. არა. ნუ გეშინია. ყველაფერს ვაკონტროლებთ. ოიცადე, რობოტს შენ არ მართავ, ეს ხომ თქვენი მანქანის პულტია. ის რა, თვითონ მოძრაობს? ხო. ეი და ნორა! რა ხდება, რა ხმაურია? დაიდა! გვიშველეთ! რობოტი მოგვდევს! რობოტი არ მოგდებთ. შვიდად დგას. ეს კი არა სხვა რობოტი! უზარმაზარი საშიში კბილებიც აქვს! ვიცოდი რომ ეს ათამაშოები კარგს არაფერს მოგიტანდათ. თქვენ კი გვიყიდეო. კი, მაგრამ დეიდა! მართლა მოგვდევდა, გეფიცებით!
ბიჭებო, ფანტაზიორები ხართ. მაგრამ ეს სიმართლეა. კარგი, გაჯას და პეჯას ვკითხავ. თქვენც ნახეთ საშიში რობოტი? არა დედა ნორა, საშიში არ გვინახავს, ხომ ესეა პეჯა? არა, არ გვინახავს. ხედავთ? არანაირი რობოტები არ არიან. მორჩა, შეგიძლია გამოხვიდე. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ, რომ არავინ არ ჩავარდეს. ბოლი ორმოს ამოვსებს, თორი და ტრაკი მიწას დატკეპნიან. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. რა მშვენიერი დღეა. აბა, დავიწყოთ დილის ვარჯიში. რატომ ღაც არ მინდა ვარჯიში? წავალ გავირუჯები. შეხედე, ანკი! რა კარგად დაფრინავს ზერი. ნეტა მეც ვისწავლო ფრენა. მაგარია, ეთხოვან დავიძინე და ეს მესიზმრება. მაგარია. როცა გავიღვიძებ, აუცილებლად ვთხოვ ზერს ფრენა მასწავლოს. ზერ, დამელოდე. ანკი! ანკი, შენ რა დაგეძინა? ზერ, ახლა სიზმარში ისე დავფრინავდი. შეგიძლია მასწავლო. ფრენა? რა პრობლემა? ახლა ვიგასწავლე. სანამ ფრენას შეუდგები, უსაფრთხოების ტექნიკის კურსი უნდა გაიარო. ფრენა როდის უნდა ვისწავლოთ? მოიცოდე, ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა. მაშასე. ესე. კითხვები გაქვს? ანკი, შენ რა გძინავს? ვის ძინავს? ყურადღებით გისმენ. მაშინ შეგვიძლია ფრენაზე გადავიდეთ. აფრინდი ოღონდ ძალიან მაღლა არა. მე ხომ ფრენა არ ვიცი. შენი უსაფრთხოების ტექნიკით საბოლოოდ დამაბნიე. ისიც დამავიწყდა, რომ ფრენა არ იცი, მაგრამ არა უშავს. რამეს მოვიფიქრებთ? აი, ხომ გითხარი, რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? დარწმუნებული ხარ, რომ ეს უსაფრთხოა? რა თქმა უნდა, ეს ხომ მუხის კერქია.
ის რკინაზე უფრო გამძლეა. პატარა შეცდომა გაიპარა. სიჩქარის რომ აკრებ უნდა გაფრინდე. გამარჯობა, მეგობრებო. ზერი და ანკი სად არიან? ცოტას დააფრინდები. გასაფრენი ბილიკი ცოტა მოკლე აღმოჩნდა. სხვა დროს გამოვა. და რა ხდება საერთოდ? ახლა ვიაგიხსნით ყველაფერს. ანკი მთხოვა მისთვის ფრენა მესწავლებინა. ჰოდა ზერ, ურიკასი ადვილად ვერ აფრინდება. მას ტრამპლინი სჭირდება. ტრამპლინი? ეს არის მოედანი, სადაც ანკი სტარტს აიღებს. ეს ურიკის თავკავია. ეს ტრამპლინის სამაგრია. ეს კი ის მოედანია, სადაც ანკი დაეშვება. მართლა გავფრინდები? რა თქმა უნდა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! მაშასე ბული და თორი ტრამპლინისთვის მოედანს მოამზადებენ. ტრაკი და ანკი მასალას მოაგროვებენ. ზერი და დო დაშვების ადგილს მონიშნავენ. გარანტიოზული ამბავი იქნება. წარმატებას გისურვებ, ანკი. ფრთხილად იყავი. დელტა პლანი არ დაკარგო. ის ბებია საყვარელი სუფრისგან გავაკეთეთ. უნდა დააბრუნო. მოემზადა? ყურადღება? წინ! ანკი! 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 ვაშა! აშა! ფრთხილად, მარჯვნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარცხნივ. აი, ასე. ფრენა გასწავლე. ძალიან მაგარი იყო. შენ შეგიძლია სიმძიმე მისაწევა მასწავლო. ადვილად. მაგრამ ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა უნდა აითვისო. სენსაცია! ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია! დიდი მადლობა, ბებია! შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, პაპა ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ უკვე იპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი ისეთ ყოფილხართ. თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. ო. კატა, მოდი უფროსებს ვუთხრეთ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებ. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება, მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. დინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? ვითომ რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა, რისგან გამაკეთებთ? რა თქმა უნდა, ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატია, გენიოსი ხარ.
ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო, წინ! შენ რატომ არ გვეხმარები? როგორც მოდელი მეცარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. ტყეში იდგა ვიღაცამ ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეკობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. ამის შემდეგ ივან ცარევიჩმა ბიჭა, შენ მულტფილმი ჩართე, მე ნაყინს მოვუტან. ცოტა შევჭამთ, შეიძლება? ტელევიზორი არ მუშაობს. მაცივარიც არ მუშაობს. ნაყინი სულ გადნა. ელექტროენერგია არ გვქონია. არც მულტფილმები, არც ნაყინი. ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ისე ვიცხოვრებთ, როგორც ადრე ცხოვრობდნენ. ძველებურად ვიცხოვრებთ. მე მაქვს ძველი დინამო მანქანა. მას თუ დაატრიალებ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კარგი, მეზობლებთან გავალ, ნახავ მათ თუ აქვთ შუქი. არ გამოდის. დაჟანგდა. ძლიერად უნდა ატრიალო, რომ ნატურა აინთოს. დაჟანგებულია, როგორ უნდა დავატრიალოთ? მოდი ტურბოზავრები გამოვიძახოთ. ტურბოზავრები გამოიძახეთ? მიეცით პროფესიონალ საშუალებას საქმე გააკეთოს. პროფესიონალს მიეცით საშუალება საქმე გააკეთოს.
მართალია, შენ კი ზერ დასაზვერად გაფრინდი, გაიგე რატომ არ არის აქ შუქი? ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრები წინ. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ. ელექტროენერგია იმიტომ არ არის, რომ ერთ-ერთი გენერატორი წაიქცა და ასე რატომ იყურებთ? გენერატორი ძლიერი ქარის გამო წაიქცა. ეს პროპელერი რად უნდა? ის დინამო მანქანასავითაა. ოღონდ აქ ქარი ატრიალებს ფრთებს, ისინი კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდეგ მაცივარსა და ტელევიზორს ამუშავებს და შუქით წინთება. ქარის გენერატორი რომ შევაკეთოთ, თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ. ტრაკ, შენ მას ასწევ. ჩვენ დაგეხმარებით, შენ კი ზერ, ალამი დაგვიქნიე, როცა გასწორდება, გასაგებია? გავიგეთ? ტურბოზავრებო, წინ! კარგია? ასეთ? აი, ასე. უბრალოდ სიღრმე შევამოწმე. ფრთხილად ძალიან ღრმა ორმოა. ახლა ფუტკარს ვიგერიებდი. ბოც, უფრო მაღლა უნდა წამოვდოთ. ანკის გვარლი კი მოკლეა. ვიცი რა არის საჭირო. მაგარია. ვაშა! ავწიეთ! აშა, ახლა ქალაქს ისევ აქვს ელექტროენერგია. ხუთსუჩი გამაგრდება და ქვასავით გახდება, ვერანაირი ქარიშხალი ვერ წააქცევს. კოჩს რა ვუყოთ? უნდა დავიჭიროთ. ტურბოზავრებო, კოჩი შევაჩეროთ, წინ! ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოგონებაა. ბებია, დინამო მანქანა დავატრიალეთ, ნატურა კი მაინც არა ინთო, რატომ? ნატურა ხომ 100 წლის წინ გადაიწვა. მეშასე, შოკოლადის, მარწყვის, ვანილის? ზერ, მარტო შენთვის ბევრი ხომ არ იქნება ამდენი ნაყინი? არა, და საერთოდ პატარა ულოფებია. კარგი, დამითანხმე. გექნება ნაყინი. სულაც არ არის პატარა ულუფები. ყელი რომ აქ ტკივდეს. არაფერიც არ ამტკივდება. ამ ქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი პტერადაქტილი ვარ. კარგი, ჩვენ ნაყინის მოსატანად წავალთ. აქ დაგველოდე. თორემ ვინიცის შეიძლება ადამიანებმა შეამჩნიონ. რომ დრონს ნაყინი უყვარს? კარგი, თანახმა ვარ. აქ დაგელოდებით. ოღონდ იჩქარეთ. ბანანის ნაყინის წამომიღეთ. ეს რა ხდება?
გავა თუ გახდება, შენი ბრალი იქნება. კარგი რა, ნელა შეჭამს და არ გაცივდება. მოიცადე, სად არის? ზერ! სტრესი მაქვს. ახლა ხან დავინახე, რომ ნაპირის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. ტობი კი გადავარჩინე. გემირული საქციელი ჩავიდინე. ხომ არ გვატყუებ? რატომ უნდა მოგატყუოთ? სოფლიოში ყველაზე მართალი პტერადაქტილი ვარ. გამომყევით. ყველაფერს გაჩვენებთ. რა საშინელება? ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მაგრამ რა გავაკეთოთ? ფერდობი გავასწოროთ და გავამაგროთ. აი, სპეციალური ეკო-ბლოკები არსებობს ნაპირების გასამაგრებლად. შეგვიძლია ჩვენი პრინტერით დავბეჭდოთ. ხომ ასე ზერ? რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბეჭა, პრობლემა გვაქვს. ნაპირს კი გავამაგრებთ, მაგრამ აქ ხომ მცენარეებია. ბლოკებს თუ დავდებთ, დაიღუპებიან. ესე იგი სხვაგან უნდა გადავრგათ. და სანაპიროს რომ გავამაგრებთ, შესანიშნავი ადგილი გამოვა გასეირნებისთვის. არაჩვეულებრივი გეგმაა, ბედია. ბლოკებს დავბეჭდავთ, მე კი ადგილამდე მივიდან. შენ მცენარეებს გადარგავ. თორი ფერდობს გაასწორებს, ანკიკი მას გაამაგრებს. ტრაკ, შენ ბლოკებს ჩემზე დატვირთავ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ შემოღობაა საჭირო. აი, ასე. ტრაკ შენ აქ დარჩები. ბაზაა დასამალე. ისევ გამოვტოვებ ყველაზე საინტერესოს. აი, კიდევ ერთია. ხო, ახლავე. დო, ყველა მცენარე გადაარჩინეთ? არი ნერვიულო, თორ ყველაფერი კარგადაა. მაშინ დავიწყოთ. ანკი გაასწორე? კიდევ გაასწორე? აი, ისევ მიწევს ყველაზე მეტი მუშაობა. ყველაზე მეტი. რა სილამაზეა. არა ბულ. კარგად ვიმუშავეთ. მე მგონი ყველამ დავიმსახურეთ ჯილდო. მე მგონი ვიცი რას მოითხოვს. მე მგონი მეც ვიცი. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო ვიდრე აი აქ სანაპიროზე ჯდომა და დაისიც ტკბობა. ჰა, აი ასე უყურებ ამ სილამაზეს. ჭამნახინს და ასეთი სასაცილო რა ვთქვი? მე ხომ სილამაზეზე ვზრუნავ. შეხედე. მონეტა. ჩვენი ხომ არ არის? ჯობია ადგილზე დავაბრუნოთ. როგორი პოვის პატრონი ასეთ ბარდებში? მას დავასკანერებ და პატრონს ანაბეჭდებით ვიპოვით. სკანირება. ანალიზი. ანაბეჭდები აღმოჩენილი არ არის. ნაპოვნის სავარაუდო ასაკი 300 წელიწადი? ბაშა, უძველესი მონეტა ვიპოვეთ. მოდით კიდევ მოვძებნოთ. იქნებ მთელი განძი ვიპოვოთ. განძი! მოკლედ განძი მაინც ვერ ვიპოვეთ.
ვერ დაგეთანხმებით, ყველა ეს ნივთი ძალიან ძველი, ამიტომ ფასეულია. დიდი ხნის წინ იქ სოფელი იყო. შესაძლებელია, რომ განძიც იყოს. ვინ იცის, მაგრამ ამას სპეციალისტებმა უნდა მიხედონ. ნაცნობი არქეოლოგები მყავს. დავურეკავ და გათხრებს დაიწყებენ. მათ გარეშე გათხრა არ შეიძლება? ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რომ ძველი ნივთები არ დაზიანდეს. ნეტო მალე ჩამოვიდნენ არქეოლოგები. ისინი როდის ჩამოვლენ? წამოდი კაჭა. სად? როგორ თუ სად? გავთხაროთ. ფრთხილად. ოღონდ გოლი არ გაიტანოს, ოღონდ გოლი არ გაიტანოს. ბრავო! მეგობრებო, სასწრაფოდ გჭირდება თქვენი დახმარება. გათხრები უნდა დავიწყოთ. მურც რა ვუყოთ? მერე ვიპოვით ტრაკ. თავარია ბაზის დამალვა არ დაგვავიწყდეს. არაფერი არ ჩანს. დო, აქ დადექი თუ შეიძლება. შუქი? კარგია, მაგრამ მაინც ბნელა. ანკი? შესანიშნავია. გეგმა ასეთია, თორი ზედაშრეს მოაშორებს, ბოლე მიწას გაიტანს. ზარი დაწრულებით ფოტო ანგარიშს მოამზადებს. მე შენ ტრაკ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვს შესასრულებელი. მაგრამ ხატვა არ ვიცი. ეს მტრის მოსაშორებლადაა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი არ დავაზიანოთ. მზად ხართ? კი. ტურბოზავრებო წინ! ვიპოვე. რა არის? მიდი დაუჩქარე. ვაშა! განძი! ახლა გავიგებთ შიგნით რა არის. ციგნი? მეტი არაფერი? ტყუილად ვიმუშავეთ? ტყუილად არ გვემუშავია. ძველ წიგნებში წარსულის შესახებ ფასეული ინფორმაცია ინახება. ციგნი ბებიას უნდა წავუღოთ. ის კი ნაცნობ არქეოლოგებს გადასცემს. ბებია, რა იყო იმ წიგნში? ახლავე მოგიყვებით. ოღონდ ჯერ ნამცხვარი გასინჯეთ. საოცარი გემო აქვს. ადრე ასეთ გემრიელ ნამცხვარს რატომ არ აწყობდი? ადრე რეცეპტი არ მქონდა. ასეთი რა რეცეპტია? ძალიან ძველი რეცეპტია. ასეთ ნამცხვარს ჩვენი დიდი ბებიები და დიდი ბაბუები მიირთმევდნენ. შენ როგორ გაიგეს რეცეპტი? ერთ ძალიან ძველ კულინარიულ წიგნში წავიკითხე. აი თურმე რა წიგნი იყო. მართლაც ნამდვილი განძი აღმოჩნდა. მითხრა რა ჩვეულებრივად გამოიყურებით და ეს გულსაბნევით ძალიან გიხდებათო. გულსაბნევი? რომელი გულსაბნევი? ღმერთო ჩემო. დავკარგე.
ბებია, არი ნერვიულო. გაიხსენე ბოლოს სად ნახე შენი გულსაბნევი. ბებიამ თქვა, როცა საპარიკმახეროდან გამოვიდა გულსაბნევი ეკეთა. ესე იგი შემდეგ დაიკარგა. ხო, მაგრამ პეტია, ბებია დღეს რამდენიმე ადგილას იყო, გულსაბნევის პოვნა ადვილი არ ექნება. შეუძლებელი არაფერია, დახმარება დაგჭირდება. საპარიკმახეროდან ბებია ამ გზით წამოვიდა. აი აქ შეუხვია. მოედნის შემდეგ კიდევ ერთხელ შემოუხვია და სავაჭრო ცენტრამდე მოვიდა. სახლში ტაქსით დაბრუნდა. ძღოლს დავურეკეთ. გითხრა რომ მანქანაში გულსაბნევი არ იყო. მაშინ ქალაქში უნდა წავიდეთ. ის ადგილები უნდა მოვიაროთ, სადაც ბებია იყო და ყურადღებით ვეძებოთ. მართალია. თორ, ეს შენი მონაკვეთია. ბულ, ეს შენი. ანკი, შენ კი აქ მოძებნი. მე და კატია სავაჭრო ცენტრს მოვივლით. ტრაკი აქ დარჩება. ქალაქში მისი გამოჩენა არ შეიძლება. მე რა გავაკეთო? ზერ, შენი ამოცანაა შეგვატყობინო თუ გულსაბნევს იპოვიან. პატარა, ამიტომ ყურადღებით იყავი. იდეა მაქვს. მოდი ტობიკი წავიყვანოთ. იქნებ ბებიას კვალი აიღოს და გულსაბნევთან მიგვიყვანოს. ვფიქრობ, ტობიკის წაყვანა კარგი იდეა. ტურბოზავრებო, წინ! ტობიკ, კვალი აიღე. გადი აქედან. არა, ტობიკ, სოსისი არ გჭირდება. ტობიკ, შეჩერდი, მოიცადე. რა გავიგეთ? რომ ტობიკს უყვარს სოსისი და არ უყვარს ველოსიპედები. ამჯერად რა მოხდა? სოსისი დაინახა თუ მორიგ ველოსიპედს გაეკიდა. ბეჯა, მან გულსაბნევი იპოვა. იპოვა? სად? ზერ, შეგიძლია დაეწიო. მე ყველას და ყველაფერს დავეწევი. ყველაფერი ჩემი ხიბლის დამსახურებაა. ვერავინ ვერ უძლებს. ხედავ, ახლა რა გავაკეთოთ? ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. ზერ, ტურბოზავრების შეკრიბე. დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბულ და თორ, თქვენ წყალსადენ მილს ამოთხრით. ანკი, შენ მას ამოსწევ. გულსაბნევს ამოვიღებთ და მილს უკან დავაბრუნებთ. შენ კი ზერ, უკვე ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეცლა. ტურბოზავრებო, წინ!
ძალიან ბედნიერი ვარ რომ იპოვეთ. ალბათ ადვილი არ იყო. რას ამბობებია? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავ ტრაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ. და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეტყვი, პანიკას ნუ აყვებით, დახმარება გზაშია. მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი ორი კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. ტურბოზავრებო წინ! ბული და ტრაკი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებში აგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. ზერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას. ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება, ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად დაკრძალულია. მაგარია, რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო, ისწავლეთ. შეგეშინდათ არა? სულაც არ შეგუშინებია. ხომასია თორ. ო, ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაკმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით. თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული.
თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. გახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ ეხებენ უკან. 3-მდე დაითვალეთ? 1, 2, 3. ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი, არაც ჩვეულებრივი იყო. რა ცუდია, ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხაროა რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეტიასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.